მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი მორიგი გადაცემის ჯერია თებერვალი. სარაგბოთვი არის სპორტში 6-ერი რაგბი ევროპის ჩემპიონატი და სწორედ რაგბს მიეძღვნება. ჩვენი დღევანდელი გადაცემაც ვეტერანი მორაგბე საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი კაპიტანი შალვა სუთიაშვილი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმები შალვა, მადლობა რომ გამონახეთ დრო. მადლობა ყურადღებისთვის. შალვა, დავიწყოთ ქართულ რაგბიზე საუბარი. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც შენს მიიღე მონაწილეობა, იყო ისტორიული და საუკეთესო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰქონია. იმის შემდეგ ყველას ჰქონდა იმის იმედი, რომ ქართული რაგბი წინ უნდა წასულიყო, მეტად უნდა განვითარებულიყო, თუმცა ფაქტია, რომ კი იყო ნამდვილი გამარჯვებები, როგორც იყო ტიერ 1-ის გუნდებთან იტალია, უელსი, იაპონია, მაგრამ მთავარი ფორუმი არის მსოფლიო ჩემპიონატი. ორი მსოფლიო ჩემპიონატი ჩავაგდეთ. შენი გადმოსახედრებს რაც დაამთავრე რაგბის კარიერა, ანუ რა აკლია ნაკრებს იქამდე, რომ აი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი ვერადავერ დადგა და თაობა თითქოს გვყავს. ალბათ ტემპს ვერ ავყევით ისე როგორც საჭიროა რა. ეხლა დღევანდელ რაგბს რო შევხედოთ, ბევრად განვითარდა, წესები იცვლება, ფიზიკური დატვირთვა იცვლება. ჩემი აზრით ეს პრობლემაა, რომ სხვებიც ვითარდებიან. მარტო ჩვენ მაგათ თუნდაც პორტუგალიის მაგალითი რო ავიღოთ, ისინიც ვითარდებიან და უკვე ისეთი ფიზიკური მომზადება იმ დონეზე ავიდა უკვე ამ ტიერ 2-ის გუნდებში, ტიერ 1-ის გუნდებშიც, რომ ამ ყველაფერს უნდა დავეციოთ და დაწევა ჭირდება. და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომ აი ტემპს ვერ აუყევით და ვერ აუდგით ფეხი. თან იტალია და უელს მოვუგეთ მსოფლიო ჩემპიონატამდე 1 წლით ადრე, ორი თამაში. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე როგორი სუსტი უელსის ნაკრებიც იყო და ის კრიზისი, რომელიც აქვს უელსის რაგბის, ალბათ ასეთი სუსტი უელსის ნაკრები კიდე დიდი ხანი არ იქნება. ჩვენც თითქოს მე პირადად დამშეშტაბიშტილება, რომ ანუ ცოტა გადამწვარები შეხვდნენ ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატზე. ანუ ეს მოსამზადებელი ფიზიკური დატვირთვა, ფიზიკური ვარჯიშები ძალიან დიდი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. შენ გადამწვარები ხო არ ვიყავით ზედმე და მე უფრო ვიტყოდი ფსიქოლოგიურ გადაწყვეტს. ბიჭებს ეთხოვოდათ მენტალური დაღლა, ეთხოვოდათ როცა თამაშას აწევდა რაღაცას მოხდები და შეთავში დაჯერებას კი იღებ, მაგრამ უკვე გეშინია რაღაცა შეცდომის, გეშინია წაგების. მოწინააღმდეგეც უკვე სხვანაირად გიყურებს. იმიტომ რომ სოფლიო ყველამ კარგად ვიცით, ერთ-ერთი ჩემპიონატია, სადაც ყველა თავს იგიჟებს მაქსიმალური რო დათოს და გააკეთოს, და თუნდაც უელსისთვის, ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა საქართველოსთან წაგება. თუმცა, რომ მოგვეგო მაგ შემთხვევაში უკვე მაშინ ჩვენ ტონგას რომ მოვიგეთ 2015-ში იყო სენსაცია რა. იყო მომენტი 2011 წელს მახსენდება, შოტლანდიასთან ძალიან ახლო თამაში იყო და კი და ჩვენ მოსაგებად გავედით მაგ თამაშზე, მაგრამ უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ უბრალოდ მაგ თამაშს მოგება არ შეიძლებოდა, თუნდაც რაგბის მამებისგან, თუნდაც არბიტრებისგან მიუღებელი იყო და არ ვიცი, იმედია კიდე გაგრძელდება ეგ ტენდენცია ტიერ 1-ის გუნდების დამარცხების, მაგრამ 10ჯერ და 1000ჯერ მეტი მუშაობა იქნება საჭირო, იმიტომ რომ აღარ ვართ როგორც პატარა გუნდი ისე მიღებული. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახსენე და 2015 წლის მსოფლიოზე ჩვენ ვიყავით ის, რაც 2023-ში იყო პორტუგალია, ხო? კი ბატონო. და ფაქტია, რომ ეხლა უკვე საქართველოს ნაკრებისგან გაცილებით მეტის მოთხოვნაა, ვიდრე პორტუგალიისგან. ჩვენ პორტუგალია ვეღარ ვიქნებით, იმიტომ რომ უკვე მივედით იმ თამასაზე, რომ პორტუგალიის ნაკრებისგან როგორც ვუკვირთ, ჩვენგან ის უკვე აღარ უკვირს. და ალბათ ესეც არის, ხო, ერთ-ერთი მიზეზი. ფაქტია, რომ ადრე რო გვყავდა შერკინება დომინანტი, ისეთი დომინანტური შერკინება აღარ გვყავს, ხო? ზირაქა არ გვყავს, მამუკა არ გვყავს, შენ აღარ ხარ, ილუ არ გვყავს ზედგინიძე. გვყავს კარგი ბიჭები, მაგრამ მე პირადად რასაც უყურებ თამაშებს, თითქოს აი კონტაქტის არეში ისეთი დომინანტურები ვეღარ ვართ. ანუ უფრო სხვანაირი თამაში წავიდა, უფრო დინამიური გახდა რაგბი, თუ ამის მიზეზი რა არის, რომ თითქოს კონტაქტის არეში და შერკინებაში, აი სტატიკურ ფაზებში ისეთები ვეღარ ვართ, როგორებიც ვიყავით უწ. აი ეს მე რასაც ვამბობდი რა, ამდენი მსოფლიო მე 2007 წლის მსოფლიოს მომზადებაც გავიარე, 11-იც
15-ის და 19-იც ყოველ მსოფლიოზე იმ ხელა დონით იმატებდა მანძილები და სისწრაფე. იყო 2007 მახსოვს რომ ძალაზე იყო 100% გადართვა და გრძელ დისტანციებზე 2011-ში ცოტა შეიცვალა და უფრო მეტად ფეთქებადობაზე გადავედით, მაგრამ ეს დისტანციები მაინც გაზრდილი იყო და ძალოსნური აი შტანგას რასაც ვიძახით. 2015-ში ორივე შეთანხმდა და საშინელი მომზადება იყო საშინელი ვიძახი დატვირთვას. რომ ვამბობთ ფიზიკური დატვირთვა, იმხელა პრესი მოდიოდა ამ ფიზიკური დატვირთვით, რომ ფსიქოლოგიურად სწორი მწვრთნელი იყო შერჩეული მაშინ და სწორად გადაგვატანინა ეს 3 თვე. 2019-შიც უკვე იმ დონეზე წავიდა, რომ უკვე რამის ფსიქოლოგები დაგვჭირდა, რომ გამძლეობა გქონოდა და ეს ეტაპები, რა თქმა უნდა, სხვებისთვისაც ესე არის და მთელი მსოფლიო ერთ პროგრამას მისდევს და ერთ პროგრამას ემორჩილება და ჩვენ შემთხვევაში ის მასიური მასა უკვე ხელს იშლება, იმიტომ რომ იქ დისტანციებია, მერე შემოიღეს ეს GPS-ები, რომელიც ის გითვლის ყველაფერს, დაჯახებას გითვლის, მიწაზე რამდენ ხანს გატანძირს, რამდენად სხარტად წამოდექი და გაიქეცი და მე მგონი უკვე იმას ითვლიან რა დონის იმპაქტი გააკეთე თქვათ შებოჭვის დროს. ხო და ამან ამ ყველაფერმა უკვე რაგბი გახადა ჩემი აზრით უფრო ნაკლებად კონტაქტური, უფრო დინამიური და ნუ ერთადერთი გამოსავალი ეს კარგია ფიჯელებისთვის, იმიტომ რომ მაგათი ოფლოუდი ვიცით რაცა, კარგია იმ სუბუქი მოთამაშეებისთვის. მორბენალი აი კოლბი ავიღოთ, მაგრამ ჯიპონი ავიღოთ მაგალითად უკვე ამ დატვირთვამ და ამ დაღლამ იმდენად ნინიაშვილიც ხო რა შეიძლება 150 კილოვან კაცს დაეჯახოს და დააგდოს, იმიტომ რომ ეს დაღლა უკვე ამ დინამიკა ისე დაღლას იწვევს, რომ დაღლის დროს ძალაც გეცლება და ჩემი აზრით ეს გაათანაბრეს, რა გათანაბრებულია უკვე მასა, სიმაღლე და ასე შემდეგ. აი 2023 წლის სოფლიო და ამოვწუროთ ამის თემა. ალბათ თავარი მიზეზი რის გამოც ეს ჩავარდა ეს სოფლიო ის იყო, რომ აი ავსტრალიასთან ისე ჟარგონულად ძალიან შევაკვდით ავსტრალიის ნაკრებს, ხო? იმიტომ რომ თითქოს ბოლომდე დავიხარჯით ავსტრალიასთან, ან ჩვენი ყველაფერი გამოვაჩინეთ და პორტუგალიას თითქოს შესწავლილი ვიყავდით და არ ვიცი, ეს მხოლოდ როგორც მოყვარული ისე ფიქრობ, რომ მე მგონი ჯობდა რომ ავსტრალიასთან ცოტა რაღაცები დაგვემალა, ისე არ შემკვდარი ყავით და შემდეგი თამაშები და ეგრეთ წოდებული მოსაგები თამაშებისთვის, სადაც მოსაგებად უნდა გავსულიყავით, აი იმ თამაშში გამოგვეჩინა ყველაფერი, ხო, იმიტომ რომ ფაქტი იყო, რომ ამ ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, რომ ავსტრალიას მოვუქოთ. ხო, მაგაში ცოტა მე ძალიან სულ ყოველთვის ვამართლებ მოთამაშეს, იმიტომ რომ მე მაინც მწვრთნელის ვიყავი იმის მერე, მაგრამ ჩემთვის მოთამაშის პოზიცია ყოველთვის ძნელია და ყოველთვის მათქარეს უფრობი და წელან დამავიწყდა, მე თქვა, ამას დაემატა პოსტ კოვიდის პანდემია გადაიტანეს ბიჭებმა და თვეობით ერთად იყვნენ და ოჯახს ვერ გაყოლობდნენ, რაც ძალიან დიდი დარტყმა ნებისმიერი პროფესიონალისთვის რა და რაც შეეხება 2023 წელს ავსტრალიასთან, ჩემი აზრით იმის თქმა რომ აი მე ავსტრალიას კი უნდა ვთქვათ, რეალისტი უნდა დარჩი ადამიანი რა და იმდენად დაჯერებულები იყვნენ ეს ბიჭები ამ ავსტრალიასთან გამარჯვებით, რომ ამ წაგებამ ფსიქოლოგიური მე მქონია ეგ შემთხვევა რაღაცა რომ დარწმუნებული ხარ რომ გამოგივა და გააკეთებ და ამას ვერ შეასრულებ. მე გჭირდება დრო, ადამიანური მომენტია ეს მარტო პროფესიონალის მართლებს არ ემართებათ, ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაცა დარტყმასავით მოდის და ამას რეაბილიტაცია ჭირდება და ეს პერიოდი არ ეყოთ ამ ბიჭებს, იმიტომ რომ იმდენად თავდაჯერებულები გავიდნენ რომ ცოტა რეალისტობა ჩემი აზრით მოწინააღმდეგის დაფასებად საჭიროა რა, უნდა იყო რეალობის წინაშე. ეგ არის ყოველთვის მნიშვნელოვანი, რომ ანუ ქართველები ზედმეტად ამბიციური ხალხი ვართ ხოლმე, განსაკუთრებით სპორტში და კი ბატონო. რეალურად უნდა შევაფასოთ ყოველთვის ჩვენი შესაძლებლობები რა, იმიტომ რომ გადაჭარბებული მოლოდინები შემდეგ იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუება და ეს იყო 2019 წლის სოფლიოზე, იქ საუბრობდი რომ ჩვენ ფიჯისთან უნდა მოგვიგო, მაგრამ ის ფიჯი მართლა საოცარი იყო, რადრადრა, ნაიაკალევო, კი ბატონო. ტუისოვა და ნუ
იმ ფიჯისთან მოგება მართლა ძალიან რთული იყო და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ რეალურად შევაბაზოთ ჩვენ სად ვართ. ამისათვის გვინდება თამაშები ხო იმიტომ ხა კი დაიწერა შვეიცარიას მოუგეთ 100 თროლი რეკორდია მაგრამ ეს სერიოზულად ძალიან რთულია იმის მიღება ხო გამოდის რომ მართლა მოყვარული თამაშები ხა შვეიცარიასთან 100 თროლი უკვე დიდი ხანია რომ აღარ გვიხარია. რა თქმა უნდა უკვე სხვა დონეზე ვარ სხვა როგორ თქვა სხვა სტანდარტები გვახარებს თუნდაც აი ეს გამონათებები რაც გვაქვს ფიჯისაც იგივე ჭირს იაპონიასაც იგივე ჭირს რო ავიღოთ თუნდაც სოფლიოზე ფიჯიმ ისეთი რამე ჩაატარა პორტუგალიასთან რომ ვერ მაგიტო ვიძახი მოწინააღმდეგის დაფასება ზედმეტად თავჯერებული არ უნდა გახვიდე მოსაგებად რა იმიტომ რომ ჩვენ რო ვთქვით რომ აი ავსტრალიას დავამარცხებთ არ მოხდა ეს მაგრამ ну მოხდა ისე რომ პორტუგალიასთან ვერ ვითამაშეთ იმის გამო რომ ზედმეტად თავჯერებული ვიყავით რომ ახან ავსტრალია უნდა მომეგო ესე იგი პორტუგალია უფრო ადვილია და დღეს ესეთ მომენტებს უკვე იჭერენ ეს თუნელები და პროფესიონალები ასეთ მომენტებს იჭერენ სოფლიოს შემდეგ დავიწყეთ ახალი ეტაპი ხო ანუ რაგბი ციკლებათაა დაყოფილი ხო 4 წლიან ციკლებას ასე ვთქვათ პირველი წელი მაინც არის თაობათა ცვლის პროცესი, ახალი ტაქტიკის დანერგვის პროცესი, მით უმეტეს მოვიდა ახალი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი. ჯერ ერთი წელი გავიდა, რაც კოკერილი არის ნაკრების მთავარი მწვრთნელიდან რაღაც განსაკუთრებული დასკვნების გამოწვევა რთულია, მაგრამ ერთი რაც მე დავინახე პირადად ის არის, რომ ანუ კოკერილი არ არის მწვრთნელი, რომელიც რაღაც განსხვავებული ფილოსოფია შემოიტანს ქართულ რაგბიში, ხო? ანუ რაღაც განსხვავებული ტაქტიკური მონახაზები ნამდვილად არ აქვს, რაც აქამდე არ ქონია, ხო? ანუ ტიპიური ანგლო-საქსონი მწვრთნელია, რომელსაც უყვარს უფრო დაჯახება და უფრო კონტაქტი, ვიდრე ხელდახელ და ღია თამაში. შენგან როგორც პროფესიონალისგან მაინტერესებს, აი ეს ერთი წელი რომ შევაბაზოთ რიჩარდ კოკერილისთან, რა დაინახე, რა შეცვალა კოკერილმა საქართველოს ნაკრებში? ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ განცხადება იყო, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მწვრთნელი სპეციალისტი, რომელიც საფუძვლიანად იმუშავებდა და ბავშვთა რაგბიდან წამოიყვანდა ამ ყველაფერს. რა დღეს რაც ხდება, კი დიდი ფინანსებია იქ, შავი ლომი ძალიან მაგარია, ეროვნული კარგია, მაგრამ ქვევით რა ხდება, ხო, ჯერ ეგ არის, რომ იქ როგორ მუშაობს ადამიანი. ფაქტია, რომ მასშტაბურობა ძალიან არის. მე რაც მაშინებს, მე ალალად ვიტყვი რუმინეთის მაგალითია, იმიტომ რომ რუმინეთი როგორც კი გადაერთო ფინანსებზე გაამახვილეს ყურადღება და მარტო ეროვნული ნაკრები და რაღაც ოღონდ შედეგამდე მივიდეთ და თუნდაც 20 წლამდე რო ოღონდ შედეგი იყოს და ყველაფერს შევწირავთ, ჩემი აზრით ეგრე არ არის რა, ეს უნდა ჩაიდოს ძირში. და დაიწყოს მე ახალი დაბრუნებული ვარ საქართველოში და სიმართლე გითხრა დიდად არც ჩავძიები ვარ და არც მქონია საშუალება რომ მენახა რა ხდება ქართულ რაგბში. თორე ნაკრების თამაში ახლა რო გავიხსენოთ ხო მე არავის არ დავაკნე მე ვიძახი რომ რაგბი ვითარდება 2011-ში თუნდაც 2007-ში ძალიან მაგარი თამაში ვითამაშეთ. ირლანდიასთან. ხო ირლანდიასთან ამის მოვიგეთ იგივე იყო შოტლანდიასთან 2011-ში იგივე იყო მე 2015 წელი თუნდაც ზელანდიასთან თავაწეულებმა ყოველთვის ერთი თამაში არის რომელიც გამოხდება ისეთი რომ მაგისთვის ემზადები. ასე რომ ჩემი აზრით პირველ რიგში მაგას უნდა დაეკეთებინა სამუშაო. ანუ კოგერის ერთი წელი ის თამაშები რაც გავიდა, ნუ რაგბი ევროპის ჩემპიონატს ხო, ამით ვერ ვიმსჯელებთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი ვერ ვიმსჯელებთ. ხო, 100 თითნული შეიძლება მე რო გავსულიყავ შეიძლება მეც. ხო, ლამაზი სანახავი იყო, მაგრამ ვერ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ შეგოჭვას არ აკეთებდნენ. და სხვა აი ის თამაშები რომელიც ვითამაშეთ ტირ-1-ის გუნდებთან. რა დაინახე კოგერილში? ანუ ის გზა, ანუ ლევანი წავიდა, მოვიდა ახალი მწვრთნელი, ანუ რაღაც ის არის ძნელია. აი ხო მე ვიმეორებ, გამეორდები რომ მწვრთნელობა ერთი ეტაპი გადავწყვიტე, ერთი წელი ვიმუშავე და ძალიან ძნელია. რაღაცა შეცვალო შენ ესე უცებ ცოტა ძნელია, იმიტომ რომ თუნდაც კომბინაციები რაც არსებობს რა მოთამაშისთვის იმდენად მოკლე დრო გაქვს ეროვნულ ნაკრებთან სამუშაო, მე მაგიტო ვიძახი საფუძვლიანი სამუშაოა გასაკეთებელი. მე მგონი ისევ ისე კომბინაციები აქვს რაც 2007-ში ქონდა რა აუთ ყოველ შემთხვევაში რა და ესე უცებ ვერ შეხედა ვერ დაინახავ რა შედეგი შეიძლება დადგეს მსოფლიოზე შეიძლება მაშინ ვიხილოთ რა იყო ყავდა მწვრთნელები რომლებმაც
ერთი სამჯერ ჩემოდნები ჩაულაგეს რომ თუნდაც მილტო ეიგი იგივე მომენტი ქონდა 2015 სოფლიამდე რა ერთი სამჯერ ჩაულაგეს ბოლო შანსია და ბოლოს ასე თუ ისე შედეგი დავდეთ 2015-ში. იგივე მომენტია ეხლა მაგ თვითონ უნდა დაესახელებინა პერიოდი რა პერიოდში შევატყობთ ჩვენ რამეს. თორე ეს ბიჭები პროფესიონალები არიან. თავს არ ზოგავენ და ისევ ის ნაკრებია რაც 2007-ში რა თქმა უნდა მოდერნობასთან ერთად რაღაც ამ ტემპს მივყვებით და ერთი წამი ბიჭებზე ვერ მივიტანთ ეჭვს რომ რომელიმე თავს ზოგავს რამეში და არც მაშინ იყო ესეთი რამე და როცა მწვრთნელს დავინახავთ მე კიდე ერთი გადაცემა გავაკეთოთ და ერთად გავარდნით და 2027-ში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ ფინალი არის მიზანი და ანუ შენ რასაც ხედავ ეხლა ანუ რამდენად რეალურია ამის შანსი და ანუ ესეც ის ხო არის რომ აი ცოტა ზედმეტი ამბიციები გვაქვს ხოლმე მაგას უასახელებთ ჩვენ ეგს უგვინდა ადამიანს შეიძლება სოფლიო ჩემპიონობა გინდოდეს მაგრამ რეალობა ხო სხვა არის დამეთმოდეს ბატონმა სოცხამალდემ თქვა რომ 20 წელიწადში სოფლიო ჩემპიონი უნდა გავხდე გაგვიჭირდება მაგრამ იმედია ღმერთმაქნას თუმცა კიდევ ვიმეორებ ისეთი გუნდები ვერ გამხდარა ვერასდროს ისეთი ქვეყნები რომ 5 და 6000 მორაგბე ყავთ ლიცენზია. ირლანდიასა და მეოთხედ ფინალს ვერ გაცდა. ხო რა და ეხლა აი სოფლიოზე აქედან როგორ ვიმჯერდით მანამდე გამოჩნდება თამაშები მაგრამ ისე ვიმეორებ რომ ის სხვა გუნდებიც ემზადებიან და ამ სოფლიოსთვის ისეთი ყოველთვის მაგ დროს ხდება რაღაცის სიახლის დანერგვა ან გამოხდება უცებ მაგარი დათვის ტრენერი ვინც ყველანაირ შეტევას ჩაშლის ან გამოხდება ისეთი მაგარი შეტევის მცველი რომ ყველანაირ დაცვას გაარღვევს რა და მაგიტო ვიძახი მე ჩემთვის მცველობა არის მაინც ფილოსოფია როგორც უნდა შეხედო შენ უნდა იმუშაო თქვა 2-3 წელიწადში ის შეტევის როცა დაცვის მცველი ხარ შეტევის მცველი რას აპირებს ამას უნდა ხედავდე რა და ნახოთ იმედია თან ალბათ ნინიაშვილი არის მასლა მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი ხო მაზეც ვარ კითხო ცოტა ისეთ ეპოქაში დაემთხვა რომ კვარაცხელიაც ეხლა გამოჩნდა ფეხბურთის ამბებიც ეხლა დაემთხვა თორე მთელი მსოფლიო მაგას აღიარებს რომ ბიჭი არის მოვლენა არა მარტო სპორტულობით განათლებით პატიოსნებით და ნუ რა ვიცი ნუ ამაზე თქმა უნდა ათლეტობით და მსოფლიო რაგბიში ну დღეს ნამდვილად არ მოიძებნება ხო მაგაზე მაგარი 15 ნომერი ან იყო ერთი მომენტი რომ იტალიის გვარი დამავიდა ტულუზაში ხო მაგრამ მაგან ვერ გაუძლო ამ წინსვლას ანუ არის მომენტი რომ როცა პროფესიონალი ხარ რაღაც პიკი გაქვს და ამ პიკზე მივედი ტულუზაში ვარ გავხდი ევროპის ჩემპიონი და გავჩერდე რა და მე ნინიაშვილს ვერ ვარყოფ მაგას მე მგონი რომ თავის შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურე მე მგონი კი არა მოუწურია მაგრამ ჯერ 22 წლის ახალ ნაროშევში შემიდეს ესეთ გრანჩი ამიტომ და ბოლოს დავიწყოთ ბოლოს მინდა დავასრულო ამით ქართული რაგბი რო უფრო წინ წავიდეს და განვითარდეს აი ამისთვის შენი გადმოსახედა რა არის საჭირო ну რა თქმა უნდა ალბათ ერთ-ერთი არის მასობრივობის გაზრდა ისევ მანდ გავმეორდები რა შეიძლება ბევრჯერ გავმეორე მე მაგრად მაშინებს რუმინეთის მაგალითი რა იმიტომ რუმინეთის ისტორია მე ნათამაშები მაქვს იმ რუმინეთის წინააღმდეგ ძალიან მაგარი მოთამაშეები ყავდათ და თუნდაც ჩვენამდე საფრანგეთსაც მოუგეს და დღეს გაცამყარებულია და აღარაფერი ავიღო თუნდაც უელსიც ხო უელსიც დღეს წეღამ თქვით რომ ესე სუსტი არ ყოფილა მაგრამ უფრო და უფრო სუსტდება სადაც უკვე 40-45 ნოლების წაგებას იწყებ ესე იგი თუნდაც შიდა ჩემპიონატიც აღარა აქვს ის თავის ფრანჩაიზი გუნდები რაც ყავდათ ისინიც ვეღარ თამაშობენ და ჩემი აზრით ბავშვთა რაგბია ჯერ განსავითარებელი მე როგორც მამა ბიჭების მამა ვიძახი რომ დღეს ბავშვი სპორტზე ვერ დამყავს იმიტომ რომ თამაში ემთხვევა 4 შაბათს და ჩემი გადმოსახედიდან ბავშვს ჯერ აქვს სწავლა თუნდაც ფრანგული სკოლა და მერე აქვს სპორტი და მერე აქვს თამაში და ელემენტარული ეს თუ არ დაალაგდა მე როგორც მშობელი პროფესორი შავლოს უთეჟული ვიძახი რომ ბავშვი ვერ დამყავს იმის გამო რომ თამაშებს ვერ ითამაშებს იმიტომ რომ ემთხვევა შუა კვირას ჯერ ალბათ ეს ყველაფერია დასალაგებელი რომ მშობელმა მოინდომოს რომ შვილი შეიყვანოს სპორტზე ინფრასტრუქტურა მოდის მაგაზე არც უნდა ვიდაოთ იმიტომ რომ დღეს იმდენი მოედანი გვაქვს რომ ათასობით ბავშვის ხო ათასობით მით უმეტეს კომფორტული მოედანი ეს არ არის მოედანი სადაც ჩვენ ვარჯიშობდით ხრიოკზე რა
და ალბათ ჯერ ეს უნდა დაინერგოს ეს დიპლომები კარგია, ფიზიკური მომზადებაც გაუმჯობეს და ერთადერთი დარჩა ეხლა რომ შევაყვაროთ ბავშვებს რაგბი ისე კი არა რომ უყურ უნდა უყვარდეთ, რომ თამაშობენ ის უყვარდეთ და სიამოვნება მიიღონ და არა ის რომ მე 10 წლის ბავშვი იმიტომ თამაშობ რომ უკვე ეროვნულში ვარ, არა, უნდა ის სიამოვნა ჯერ და მე მოვა ყველაფერი. დიდი მადლობა შალვა, საკმაოდ საინტერესო გადაცემა იყო, გამოგვივიდა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ. შალვა სუთიაშვილი ვეტერანი ბორჯღალოსანი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.